თელავში ნარჩენების მდგრადი მართვის და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განიხილეს რეგიონში თანამედროვე მიდგომების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. წარადგინეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანია, რომლის განხორციელებაც 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. გარემოზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია, აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტთან ერთად, ორგანიზაცია ვესტლესთან ერთად ჩვენ ვიწყებთ საპილოტო პროგრამას კახეთის საჯარო სკოლებში, კერძოდ განვათავსებთ შესაგროვებელ კონტეინერებს სპეციფიური ნარჩენისთვის, კერძოდ ეს იქნება ელექტრონული და ელექტრომოწყობილობები. შევაგროვებთ სპეციფიურ ნარჩენს, როგორც არის ელექტრომოწყობილობები და ბატარეები და სკოლებს შორის გაიმართება კონკურსი და ძალიან სახალისო ამბები გველოდება წინ და საბოლოოდ ამას ყველაფერს შეაჯამებს ფესტივალი, რომელიც იქნება ნარჩენების შეგროვების ფესტივალი, სადაც შევიკრიბებით ყველა ერთად და გარემოზე ზრუნვისთვის გადადგმულ ნაბიჯებს შევაფასებთ. ნარჩენების მდგრადი მართვა თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, შესაბამისად ის რეგიონალური კონფერენცია და პროექტი, რომელიც ნარჩენების მართვის ცნობიერების ამაღლების კუთხით კახეთში იწყება, არის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი.